მოგესალმებით ლევანი მასწავლებელი, ამ ვიდეოში გავივლით Python Arduino-ს კურსის პირველი იუნიტის მე-10 კვეთავს. შემოვედით Code.js პლატფორმაზე, აქ გვაქვს ის კურსები, რასაც გავდივართ და რაზეც ვიდეოებს ვიღებ დავტვირთავ YouTube-ზე. Arduino Python-ში შევდივართ. დავაწყაბულეთ აქ და შევდივართ პირველი იუნიტის მე-10 კვეთავში, აი აქ. მესამეში ყოველთვის დაწერილი ხდება კოდი და უნდა შევიდეთ და გავარჩიოთ ეს ლურჯი ასოები არის კომენტარი, შემდეგ speed-ი არის მითითებული Q თუ რა სიჩქარით წავიდეს და 0 არის ყველაზე სწრაფი. შემდეგ 1-დან იწყება 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 და შემდეგ 0 არის სწრაფი. ეს კომენტარი არის, შემდეგ ფუნქცია გვაქვს შექმნილი drowsy row. ეს ფუნქცია რას აკეთებს, ესე იგი 10 ჯერ იმეორებს რას დადე კალამი, შემდეგ დაიწყე ფერის ჩასხმა, ფერი იყოს ლურჯი, დახატე წრე 20 პიქსელი რადიუსის მქონე, დაასრულე ფერის ჩასხმა, აიღე კალამი და წადი 40 პიქსელით წინ. ამას იმეორებს 10 ჯერ, ანუ 10 წრეს ხატავს აქ, ხო, ერთ რიგზე. შემდეგ move up arrow, რას აკეთებს, მობრუნდი მარცხნივ 90 გრადუსით, ადი ზევით 40 პიქსელით, მობრუნდი მარჯვნივ 90 გრადუსით და დაბრუნდი უკან 400 პიქსელით, ანუ აქედან ზევით ადის და უკან ბრუნდება, ხო, აი თუ დავუკვირდებით, ადის ზევით და უკან ბრუნდება. აი სიჩქარე რომ შევამციროთ, ახლა ჩვენ აქ მაგალითად იყოს 5. გავუშვით, დაიხატა. ავიდა ზევით და აი უკან წამოვიდა. აი მაგას აკეთებს ზუსტად ეს. შემდეგ აი აქედან იწყებს ახლა კოდის დახატვას და შესრულებას. პირველ რიგში აიღე კალამი და წადი პოზიციაზე -180 და -200, ანუ აი ამ წერტილზე მოდი და აქედან დაიწყე აი ამ კოდის გაკეთება, ანუ 10 ჯერ აკეთებს ამ ფუნქციას, იცახებს 10 ჯერ და შემდეგ ადის ზევით, ანუ ერთხელ გააკეთებს ამ ფუნქციას 10 ზევით, მეორედ გააკეთებს 10 ზევით, მესამედ გააკეთებს 10 ზევით და სულ იმეორებს 10 ჯერ. და საბოლოოდ მოვიდა აი ამ წერტილში. მე მგონი გასაგები არის ყველაფერი, აქ ისეთი განსაკუთრებული არაფერი არ არის, ესე იგი ეს აკეთებს ერთ რიგს, ანუ ერთ ხაზს და 10 ჯერ იმიტომ იმეორებს, რომ 10 წრე აქვს დასახატი, ეს კიდევ წრეებს ხატავს ლურჯი ფერისას, შემდეგ 10 რიგს ხატავს, ანუ ამ ფუნქციას იძახებს უკვე 10 ჯერ და უკან დაბრუნების ფუნქციას, ანუ ეს რომ გააკეთა, მე ავიდა ზევით უკან დაბრუნდა და ამას აკეთებს 10 ჯერ, იმიტომ რომ 10 ხაზი გვაქვს აქ. კარგი, გადავიდეთ შემდეგ სავარჯიშოში და ვნახოთ ახლა აქ შემდეგ სავარჯიშოში რა გვაქვს გასაკეთებელი. აქაც რანს რომ დავაჭიროთ, იგივე კოდი არის ფაქტურად გადმოწერილი, მაგრამ გასაკეთებელი გვაქვს აი ეს პატარა თეთრი ხაზები რომ არის, ხო? ამისათვის ზუსტად იგივე კოდი არის, უბრალოდ ერთი ფუნქცია უნდა დავამატოთ. ეს კომენტარი არის ლურჯი ასოებით და ეს მწვანე ასოებით კომენტარი, ეს არის მრავალსტრიქონიანი კომენტარი, ანუ 3 ბრჭყალით ზევით და 3 ბრჭყალით ქვევით, ხოლო ეს ძიეზი რომ აწერია თავში, ეს არის ერთსტრიქონიანი კომენტარი. ახლა ჩვენ უბრალოდ უნდა გავაკეთოთ, როდესაც ერთ წრეს დახატავს, აქ გააკეთოს ერთი პატარა ხაზი. ამისათვის ვაკეთებთ, რა უნდა შევქმნათ ფუნქცია, მოდი speed-ის ქვევით შევქმნათ define და რა დავარქვათ ფუნქციას, მაგალითად make highlight დავარქვათ. გავხსენით 2 ბრჭყილი, გავხსენით 2 წერტილი და enter-ს დავაჭიროთ. make highlights ვარქმევთ, იმიტომ რომ აქ გვაქვს ზუსტად ეს პირობა, რომ ასეთი ფუნქცია შექმნითო. ახლა რას ვაკეთებთ? ესე იგი, როდესაც ერთ წრეს დახატავს, წარმოიდგინეთ, რომ აი ერთი წრე დახატა და მოვიდა აქ, ხო? აქედან უნდა წავიდეს 10 პიქსელი წინ და შემდეგ უნდა მობრუნდეს და ავიდეს 20 პიქსელით ზევით. ამიტომ აქ დავუწეროთ ჩვენ ახლა forward
ჭრილებში დავუწეროთ 10, შემდეგ left-ი, იმიტომ რომ 90 გრადუსით უნდა მოbrunდეს მარცხნივ. შემდეგ დავუწეროთ ისე forward, ოღონდ ამ შემთხვევაში 20 და წარმოიდგინეთ რომ ერთ წრეს რომ დახატავს, აი q აქ ხომ ამთავრებს ერთი წრის დახატვას. წავიდა 10 პიქსელი წინ, ავიდა 20 პიქსელი ზევით და ახლა აქ უნდა განვუსაზღვროთ ფერი, ხო? იმიტომ რომ თეთრი უნდა იყოს. და თვითონ ამ წრეს ლურჯად აკეთებს. ამიტომ ფერი უნდა განვუსაზღვროთ. აქ უნდა დავუწეროთ ახლა ჩვენ color გავხსენებ ბრჭყალი და white-ი დავწერეთ ბრჭყალებში. და შემდეგ უნდა დავწეროთ pen down. ბრჭყალები არ დაგვავიწყდეს და enter-ს დავაჭირეთ. ახლა გვინდა ზუსტად ის ბრძანება, რომ გააკეთოს აი აქ ეს პატარა ხაზი. ახლა ამ ხაზს როგორ ვაკეთებთ? ამ ხაზს ვაკეთებთ წრის დახმარებით. ოღონდ ჩვენ გვაქვს გავლილი წინ სავარჯიშოებში, თუ აქ მითითებული აქვს სად არის წრე რადიუსი პარამეტრად, ჩვენ შეგვიძლია გავაკეთებინოთ წრე პარამეტრად მივუთითოთ, რა თქმა უნდა, რადიუსი, მე ძიმე დავწეროთ და რამდენ გრადუსზე დახატოს ეს წრე. ახლა რას ნიშნავს? რომ დაიწყებს წრის დახატვას, მაგალითად ამ წრეს მითითებული აქვს, სად არის 20, ხო? წრეს აქვს მითითებული 20 პიქსელი რადიუსის მქონე. ანუ 20 პიქსელი აქვს რადიუსად მითითებული. რომ დაიწყებს ეს წავა დახატავს ერთ წრეს და 360 გრადუსით დატრიალდება, ხო? ჩვენ თუ დავუკვირდებით, აქ გვაქვს მეოთხედი წრე შევსებული მარტო ამ თეთრი ხაზით. ამიტომ ჩვენ ეს უნდა გავაკეთებინოთ 90 გრადუსზე, ანუ 90 გრადუსზე უნდა დავატრიალოთ. თუ ამას გავაკეთებთ 360-ზე, მაშინ მთლიანად ერთი წრე დაიხატება შიგნით, მაგრამ თუ 90-ზე გავაკეთებთ, მეოთხედი თუ სიტყვაზე 180-ზე გავაკეთებთ, ნახევარ. მაგას შევცვლი ახლა და შეხედავთ. შემდეგ გვინდა pen up-ი, რომ დაასრულებს ამ წრის დახატვას, წამოვიდეს ქვევით. ანუ აი აქ რომ მოვიდა, ახლა აქედან უნდა მოbrunდეს 90 გრადუსით მარცხნივ და 30 პიქსელით ჩავიდეს ქვევით და ისე მოbrunდეს 90 გრადუსით მარცხნივ. ესე იგი, ჩვენ გვინდა left-ი 90, left-ი 90, შემდეგ წინ წადი 30 პიქსელით, ანუ forward-ი გვინდა 30 პიქსელით და შემდეგ ისევ გვინდა left-ი 90 გრადუსით, რომ აი აქ გასწორდეს და პირდაპირ წინ წავიდეს. ანუ საიდანაც ვიწყებთ ჩვენ აი ამ ფუნქციაში კოდების წერას, ანუ q რა პოზიციაშიც იყო, იმ პოზიციაში უნდა დავაბრუნოთ. ამიტომ წერთ აქ ბოლოშიც 90 გრადუსს. ახლა ეს make highlight-ი უნდა გამოვიძახოთ იმ ადგილზე, სადაც ერთ წრეს ხატავს და ადისევით. ამიტომ შეხედეთ, აქ ხომ ხატავს ერთ წრეს. აი ეს ხომ არის ერთი წრის დახატვა, დაასრულა ფერის ჩასმა, pen up-ი გააკეთა, ხო? აქ ვეუბნებით ჩვენ წადი წინ, მოbrunდი მარცხნივ, წადი წინ და ფერი იყოს და pen down. ესე იგი, სანამ წინ წავა, ანუ სანამ აქედან აქამდე წავა 40 პიქსელით, მანამდე უნდა გავაკეთებინოთ აი ეს ერთი ხაზი, ანუ ეს make highlight-ი უნდა გამოვიძახოთ აი აქ თავისი ბრჭყილებით და ვნახოთ ახლა თუ მაგრამ რაღაც forward-ი გვაქვს ცუდად. forward გავუშვით, აი როგორც ხედავთ გააკეთა, მაგრამ ახლა მე მინდა აი 90-ის მაგრად აქ 180 რომ დაგვეწერა, დაგანახოთ თუ რას იზამდა. აი ნახეთ, ნახევარ წრეებს გააკეთებ და ახლა ეს იმიტომ არ წავიდა ერთ ხაზზე, რომ 90-ს რომ აკეთებს აქ სხვა მიმართულებით იყურება. ამ შემთხვევაში სხვა მიმართულებით იყურება და აქ რომ 90
10-ის მაგვირად 180 ჩავწერეთ, სულ სხვა მიმართულებით გაიხედა. საკმაოდ კარგად ჩანს, რომ აი ნახევარ წრეებს ხატავს. ჩვენ თუ აქ 360 გრადუსს დავწერდით, 360 გრადუსს დავწერდით, მაგ შემთხვევაში აი მთლიანად ერთ წრეს შეავსებთ და მივხვდით ხო, ესე იგი წრეს, როდესაც ხატავთ, შეგვიძლია რადიუსი მივუთითოთ და მივუთითოთ ის გრადუსი თუ რამდენ გრადუსზე დახატოს ეს ჩვენი წრე. 90-ზე დავაბრუნეთ, შეგვიძლია სიჩქარეს. პრინციპში 0 გვაქვს მითითებული, მაქსიმალური. და წესით submit continuous რომ დავაჭერთ, ახლა უნდა ჩაგვითვალოს. კი ბატონო. submit continuous დავაჭიროთ და ჩაგვითვალა, გადავიდეთ შემდეგ დავალებაზე. გადმოვიდით ამ სავარჯიშოზე 1-5 სავარჯიშო, აქ გვაქვს აი ასეთი კვადრატები გასაკეთებელი. ასე გვაქვს სულ 400 პიქსელი, 8 კვადრატი. უნდა გავაკეთოთ შიგნით 1 2 3 4 5 6 7 8 და თითოეულის სიგრძე რამდენი გამოდის 50 პიქსელი. პირველ რიგში ახლა ჩვენ ეს უნდა მოვიყვანოთ ქვევით მარცხენა წერტილში. ამისათვის ჩვენ შეგვიძლია მოდი პირველად speed-ი დავწეროთ, speed და მაგალითად იყოს 8 და შემდეგ ავაჩქაროთ. შემდეგ აუცილებლად pen up-ი უნდა ვუთხრათ, რადგან აქედან აქამდე რომ წამოვიდეს, სადაც გადაივლის ის ხაზი რომ არ დახატოს და შემდეგ გვინდა set position-ი. და set position-ი აი ამ წერტილზე, ქვედა მარცხენა წერტილზე არის -200 მძიმე და -200. x და y კოორდინატები არის -200 და -200. ამის შემდეგ გვინდა ჩვენ pen down-ი. ჩვენ პირველ რიგში უნდა გავაკეთოთ 1 კვადრატის დახატვის ფუნქცია. მოდი ფუნქციას ევით შევქმნათ და გავაკეთოთ, ესე იგი შევქმნათ ფუნქცია define და რა დავარქვათ, მაგალითად square. მაგალითად 1, ხო, 1 square. შვილები 2 წერტილი არ დაგავიწყდეთ, enter-ს დააჭირეთ. ახლა რა უნდა გავაკეთოთ? თუ გვინდა რომ კვადრატი გავაკეთოთ, ამისათვის წინ უნდა წავიდეთ და მოვბრუნდეთ მარცხნივ, ხო? ანუ forward-ი შეგვიძლია forward 50 პიქსელით, როგორც ვთქვით და left-ი 90 გრადუსით. ახლა ეს რომ გამოვიძახო ეს ფუნქცია square1 Ctrl+C, Ctrl+V თავისი ფრჩხილებით წავედით და set position აქ პატარა ასოთი უნდა იყოს. set position წამოვიდე და აი აქ დახატა ერთი ხაზი და მოbrunდა მარცხნივ. ახლა იგივე უნდა გააკეთოს აქაც, უნდა დახატოს ერთი ხაზი, მოbrunდეს მარცხნივ, დახატოს და მოbrunდეს. ანუ სულ კვადრატს თუ ხატავთ, აქვს 4 გვერდი და 4 კუთხე, ამიტომ 4 ხაზი უნდა გააკეთოს და 4-ჯერ უნდა მოbrunდეს. ამიტომ ეს კოდი ჩვენ შეგვიძლია ჩავსვათ for loop-ში. for I in range შეგვიძლია ვუთხრათ და ვუთხრათ 4-ჯერ გააკეთე, ანუ 2 წერტილი და აუცილებლად ესენ უნდა მოვნიშნოთ და ტაბით გამოწიოთ მარჯვნივ და გააკეთე 4-ჯერ forward და left. წამოვიდა და გააკეთა აქ. ახლა აქედან უნდა წავიდეს წინ და მერე ისე უნდა გამოიძახოს ისევ square1, ხო? ესე იგი, ამის შემდეგ, როდესაც ერთ კვადრატს დახატავს, შეგვიძლია აქვე წავიყვანოთ ეს აქ. ამიტომ ამის შემდეგ შეგვიძლია დავაწყაბუნოთ enter-ს და forward-ი უთხრათ. ოღონდ აუცილებლად ნახეთ, shift ტაბით უკან უნდა დაზიოთ. ანუ ფორმა რომ დაასრულა მოქმედება, მერე უნდა წავიდეს, ანუ ერთი კვადრატი რომ დაიხატა, მერე უნდა წავიდეს 50 პიქსელი წინ და ამ წერტილიდან დაიწყოს ახალი კვადრატის დახატვა. ამიტომ forward-ი უთხრათ აქ 50. გავუშვათ და როგორც ხედავთ, აი ამ წერტილში მოვიდა. მაგრამ თუ ამას ტაბით არ გამოვწევდით უკან და ასე დავტოვებდით, ნახეთ რა მოხდებოდა. forward, კაპ, ნახე. აი უკვე დაიხატა არა კვადრატი, არამედ მართკუთხედი და ამ პოზიციაში დაამთავრა მოქმედება.
და მუშაობა კუმ და არა ამ პოზიციაში. ხო, აი ამ ხელამ მნიშვნელობა აქვს აი ამ აბს. გავუშვით და მოვიდა აქ. კარგი, ესე იგი ჩვენ ამით ვხატავთ უკვე 1 კვადრატს და მზად ვართ მეორე კვადრატის დასახატად. ამ შემთხვევაში ეს square 1-ი რამდენჯერ უნდა გავიმეოროთ? რამდენი კვადრატი გვაქვს დასახატი? 8, ხო, როგორც დავთვალეთ ზეგან. ამიტომ ეს შეგვიძლია for var-ში ჩავსვათ. for I in range უთხრათ. მივუთითოთ ფრჩხილებში 8. გვერდით გადავიდეთ, აუცილებლად 2 წერტილი ქვევით ჩამოვიდეთ, ეს მოვნიშნეთ და ტაბით აუცილებლად გამოვციეთ მარჯვნივ. როდესაც რანს დავაწევით, აი აქ უკვე ერთ ხაზს გააკეთებს და დახატავს და აი ამ წერტილში მოვალთ, ხო? აი აქედან უკვე უნდა დაიწყოს მეორე კვადრატის დახატვა, მაგრამ როგორც ხედავთ, ეს q და თუ არ ჩანს კარგად, გეტყვით რომ იყურება მარჯვნივ. ამიტომ ჯერ უნდა მოვაბრუნოთ მარცხნივ. ანუ როდესაც ამ for-ის შესრულებას დაამთავრებს, ანუ ეს კოდი ერთხას ხომ აკეთებს, ანუ ერთ ხაზზე აკეთებს კვადრატებს, ხო? როდესაც ამას დაასრულებს, enter-ს დავაჭერთ და ისევ shift-აბით უკან უნდა დავციოთ, როგორც აი აქ დავციეთ და აქ უნდა უთხრათ მობრუნდი მარცხნივ 90 გრადუსით. გავუშვით რანს დავაჭირეთ, გააკეთა ერთი ეს ხაზი და მობრუნდება და აქ უკვე უნდა დაიწყოს მეორე ხაზის დახატვა. ესე იგი, ეს აქ რაც გვიწერია ჩვენ, ეს უნდა გაიმეოროს კიდევ ერთხელ, კიდევ მეორედ და კიდევ მესამედ. ანუ სულ ეს კოდი უნდა გაიმეოროს 4ჯერ. შეგვიძლია ეს კოდი ისევ for-ში ჩავსვათ, ანუ for-ში for-ი ჩავსვათ, ან შეგვიძლია ფუნქციაში ჩავსვათ. მოდი ორივეს გავაკეთებ ახლა მე რომ ორივე ვიცოდეთ. თუ for-ში for-ს ჩავსვამთ, მაგალითად for-ში თუ for-ს ჩავსვამთ, ეს ასევე აუცილებლად განსხვავებული უნდა იყოს. თუ აქ აი არის, აქ დავწეროთ j in range და იყოს 4 რა თქმა უნდა, გადავიდეთ გვერდით 2 წერტილი დავწერეთ, ესენი მოვნიშნეთ და ტაბით გამოვციეთ. გავუშვით რა თქმა უნდა, კუთხეებს ორ-ორჯერ აკეთებს, ხო? ანუ ერთი, როდესაც დაასრულებს, მეორე, როდესაც იწყებს. აქაც ეგრე არის, ნახეთ, ეს კუთხეები უფრო მუქი ხაზებია, ვიდრე დანარჩენი ხაზები. და გააკეთა. წესით უნდა ჩაგვეთვალოს submit continuous, კი ბატონო, გვითვლის. ახლა მეორე ვარიანტი როგორ შეიძლება და გაგვეკეთებინა. ეს შეგვეძლო ფუნქციაში გადაგვეტანა, ანუ define, მაგალითად, ფუნქციისთვის დაგვერქვა one line პირობითად, line, ფრჩხილები, ფიგურული ფრჩხილი და one line ფუნქცია გამოგვეძახებინა 4ჯერ, ანუ for I in range. ამ შემთხვევაში უკვე აქაც თუ i-ს დავწერდი და აქაც თუ i-ს დავწერდი, უკვე მნიშვნელობა აღარ ქონდა, შეგვეძლო ორივეგან i დაგვეწერა, იმიტომ რომ ერთმანეთს არ ეხება, ეს ცალკე მდგომია და ეს ცალკე მდგომი. ხოლო წეღან აქ რომ for I in range მეწერა, ამ for-ში მეორე for-ი მქონდა ჩაწერილი შიგნით და ამიტომ სხვადასხვა ასოები უნდა დაგვეწერა აქ და მაგიტო დავწერე i და save j. for I in range, ესე იგი 4ჯერ გადავედით გვერდით, დავწერეთ 2 წერტილი, enter და აქ შეგვიძლია one line-ი გამოვიძახოთ, აი ასე. და მოდი speed-იც ავაჩქაროთ, 0 გავაკეთოთ, run და როგორც ხედავთ, ასეც აკეთებს. submit continuous დავაჭიროთ, გადავიდეთ შემდეგ დავალებას და ნახოთ შემდეგი საარჩევნო რა გვაქვს.